სალამი, მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ადროთვას ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები. შედაკითხვაც გარკვეულად საინტერესოა იმ გაგებით, რომ ასევე ბიბლის ერთი მუხლის ამოღება და მორგება ამაზე რაღაცა არასწორად, მეგონი არასწორად გამართლებულია და ნახავთ აგერ ზუსტად ამის მაგალითს. როდესაც ძალიან მარტივად შეიძლება შეხედო ბიბლიის მუხლს და კონტექსტს და პირდაპირ კარგი დასკვნა გამოიტანო. როცა ადამიანები და ძალიან ბევრი შეიძლება თავისი აზრებით შედიოდეს. ლაპარაკია იოანეს სახარვის მე-10 თავზე ჩვენ წავიკითხავთ ამ ნაწილს და პიროვნება ესეთ რამეს ეკითხება ჯონ მაკარტურს. საღამოშვიდობისა ჯონ. უპირველეს ყოვლისა მინდა მადლობა გადამეხადა თქვენი მრავალწლიანი მსახურებისათვის. თქვენთან პირველი შეხვედრა საოცარია, ნახეთ 1966 წელს Hume Lake-ში მქონდა. ეს ძალიან სასიამოვნო და სახალისო დღეები იყო, იხსენებს ჯონ მაკარტური. და ჩემი კითხვა ამაში მდგომარეობს. დიახ, მეც ვიხსენებ ამ დღეებს შესანიშნავად. იონეს სახარებიდან მინდა დაგისვათ, მე-10 თავიდან. მე ამ კითხვას იმიტომ გისვათ, რომ ჩემი ცხოვრებისეული გარკვეული მისიაა, რომ უბრალოდ ვეცადო ჩემი ძალიან ძვირფასი მეგობარის იესო ქრისტესთან მოყვანა. ის სამწუხაროდ იეჰოვას მოწმე არის. და შეიძლება ეს ჩემი კითხვა სასარგებლო იყოს ყველასათვის, ვისაც იეჰოვის მოწმეებთან ქონია საქმე. როდესაც საქმე ეხება იონეს სახარვის მე-10 თავს. როგორც მამა მიცნობს მე ვიცნობ მამას, ჩემს სულს ვძებ ცხრებისათვის, მყავს სხვა ცხრებიც გასვოთ ალბათ ხომ? და ვინ არიან ეს სხვა ცხრები? ჩემი ცნობები, ჩემი კვლევები, სხვადასხვა კომენტარები რომ წავიკითხე, არასოდეს არ კეტავს ამას ვიწრო პატარა გაგებით. თუ შეიძლება რომ ჯონ ამიხსნა თქვენ რას ფიქრობთ, ვის მოიხსენებდა ქრისტე ამ ცხრებში? მე წავიკითხავ ახლა ამ ადგილს მთლიანად, სანამ ბატონი ჯონი უპასუხებს. მე-10 თავი, ესე იწყება. ჭეშმარიტად გეუბნები თქვენ, ვინც კარიდან არ შედის ცხვრის სადგომში, არამედ სხვა გზით გადადის ქურდია და ავაზაკი, ხოლო ვინც კარიდან შედის ცხვრის მწყემსია. მეკარე უღებს მას და ცხვარი ისმეს მის ხმას. იგი სახელებით მოუხმობს თავის ცხრებს და გამოყავს ისინი. თავისებს რომ გამოიყვანს, წინ გაუძღვება და ცხვარიც მიყვება, რადგან იცნობს მის ხმას. უცხოს არ გაყვება, გაექცევა, რადგან უცხოს ხმას არ იცნობს. ეს იგავი უთხრა მათ იესომ, მათ კი ვერ გაიგეს, რას ეუბნებოდა. კვლავ უთხრა იესომ, ჭეშმარიტად გეუბნები თქვენ, მე ვარ კარი ცხრისათვის. ყველა ვინც ჩემზე წინ მოვიდა, ქურდია და ავაზაკი და არ მოусვინა მათ ცხვარმა. მე ვარ კარი, ვინც ჩემით შედის, გადარჩება, შევა, გამოვა და პოვებს საძოვარს. ქურდი მხოლოდ იმისთვის მოდის, რომ მოიპაროს, მოკლას და მოსპოს. მე კი იმისთვის მოვედი, რომ სიცოცხლე გქონდეთ და უხვად გქონდეთ. მე ვარ მწყემსი კეთილი, კეთილი მწყემსი თავის სიცოცხლეს დებს ცხრისათვის, დაქირავებული კი არც მწყემსია და არც ცხვარი ეკუთვნის. მოვარდნილი მგლის დანახვაზე იგი ტოვებს ცხვარს და გარბის. გელიც იტაცებს მათ და ფანტავს. დაქირავებული იმიტომ გარბის, რომ დაქირავებულია და არ ზრუნავს ცხვარზე. მე ვარ მწყემსი კეთილი, მე ვიცნობ ჩემსას და ჩემი ვიცნობს მე. როგორც მამა ვიცნობს მე კი მამას ვიცნობ და ჩემს სიცოცხლეს ვდებ ცხრებისათვის. ახლა არის მე-16 მუხლი. მე სხვა ცხრებიც ყავს, რომლებიც ამ ფარეხის არ არიან. ისინი უნდა მოვიყვანო, მოისმენეთ ჩემ ხმას და იქნება ერთი ფარა, ერთი მწყემსი. იმიტომ უყვარავ მამას, რომ ჩემს სიცოცხლეს ვდებ, რათა კვლავ დავიბრუნო იგი. ვერავინ წამართვეს მას, მაგრამ მე თვითონ ვდებ მას, მე მაქვს ხელმწიფება მის დასადებად და მაქვს ხელმწიფება მის დასაბრუნებლად. ეს ცნება მამა ჩემისგან მივიღე, ამ სიტყვების გამო კვლავ ჩამოვარდა განხეთქილება იუდეველთა შორის. და ჯონ მაკარტური პასუხობს. დიახ, ეს მე-16 მუხლი, მე მყავს სხვა ცხრებიც, რომლებიც ამ ფარეხის არ არიან და ისინი მოვიყვანო, მოვისვენეთ ჩემ ხმას და იქნებიან ერთი ფარა, ერთი მწყემსით. ეს ყველაფერი ზოგი ფიქრობს უცხო პლანეტელებზე, ყველანაირ კუცაბავენ და ეს ძალიან პოპულარულია, ამის კიდევ ერთი ინტერპრეტაცია რო იცოდეთ, ბევრს გონია ეს უცხო პლანეტელები არიან. არდა ეს ძალიან მარტივად გასაგებია. ეს არის საუბარი ჩვენზე, წარმართებზე. უბრალოდ და მარტივად. წარმართები, ანუ არაებრაელები. ეს უბრალოდ არ მოსულ მე ვიცნობ ჩემ ცხრებს, ჩემი ცხვარი მიცნობს მე.
მე ვდებ ჩემს სულ ცხრებისათვის ისაუბროს იუდაველებზე. მე მყავს სხვა ცხრები, რომლებიც არ არიან ისრაელის ამ ფარეხისა და მე მათაც მოვიყვან და ორი გახდება ერთი ფარა. ეს გარკვეულწილად გადაძახილია ასევე ეფესელთა მიმართ მეორე თავში, სადაც იუდაველებზე და წარმართებს შორის აღმართულ შუაკედელზე საუბარი, რომელიც ინგრევა და ისინი ერთხეულად ხდებიან ქრისტეში. მე ამ ადგილსაც წავიკითხა. მე-11 მუხლიდან ეფესელთა წერილს მეორე თავი. ამიტომ გახსოვდეთ თქვენ, ოდესღაც ხორცელა წარმართრი, რომელთაც წინ დაუცვეთლებს გიწოდებენ ისინი, ვისაც წინ დაცვეთელი ერქვათ ხორცის წინ დაცვეთით, რაც კაცის ხელით სრულდება. იმ დროს ქრისტეს გარეშე იყავით, ისრაელის კრებულისაგან გაუცხოებული, აღთქმის ცნებებისათვის უცხონი. იმედი არ გაგაჩნდათ და უღმერთონი იყავით წუთისოფლში. ახლა კი იესო ქრისტეში ვყოფნი, თქვენ ოდესღაც შორეული, ახლობლები გახდით ქრისტეს სისხლის მეშვეობით. ვინაიდან ის არის ჩვენი მშვიდობა, რომელმაც ორი ერთად აქცია და დაანგრია მათი შუა აღმართული ზღუდე. თავისი სხეულით გააუქმა მტრობა, ცნებებისა და დებულებების კანონი, რათა ორისგან ერთი ახალი კაცი შეექმნა, თავის თავში და მშვიდობა დაემყარებინა და ორთავე ერთ სხეულში ჯვრის მეშვეობით შეერიგებინა ღმერთთან, მტრობის მოგვდინებით მასში. მოვიდა და მშვიდობა გახარათ თქვენ, შორეულთ და ახლობელთ, ვინაიდან მისი მეშვეობით ორივეს გვაქვს, მამასთან მისადგომი ერთი სულით. ასე რომ სწორედ ამაზე საუბრობს აქაც იონეს სახარებაში იესო ქრისტე, ანუ წარმართებზე. და ეს ძალიან მარტივი გაგებაა, რომ ეს ახსნა მხოლოდ იუდაველებისთვის კი არ არის, მან ეს უკვე ცხადყო თავისი მესიის გამოცხადებით. უპირველეს ყოვლისა, მე-4 თავში გახსოვთ იონეს სახარებაში, როცა სამარიტელ დედაქალთან ჭასთან საუბრობს. ნახევრად გარიყურებლისთვის, ასე რომ ეს არის ის, რაც ჩვენს უფალს აქვს ხედველობაში. მეორე ფარის ცხრები არიან არაებრაელები ცხრები, ისინი, ვინც ქრისტესთან წარმართული სამყაროდან მოვიდნენ. გასაგებია? დიახ, მადლობა ჯონ, გასაგებია.